მოგესალმები, დადგა სამშაბათ საღამოს 9:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია. მინდა აუცილებლად მოვიკითხო პატიმრები უცხოეთში მყოფი ქართველი და ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო და სრულიად საქართველოს, ვისაც უჭირს, ვისაც რა ვიცი, ჩვენი დახმარება ჭირდება, ვისაც მოკითხვა ჭირდება, ყველა მინდა რომ გულით მოგიკითხო და სიმართლე გითხრათ, ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ეხლა ორკვირიანი რაღაც პაუზასავით გამომივიდა, ორი გადაცემა არ მქონია და ძალიან მომენატრეთ ალალად და გულით გეუნებით ამას და რაღაცნაირად აი ეხლა ვიგზენი რომ თქვენთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონია რა, იმიტომ რომ ძალიან მაკლდით რა. ხოლო შემდეგი თემა დღევანდელი ჩვენი იქნება უბრალოდ ადამიანების ურთიერთობა ეკლესიასთან, საერთოდ სიწმინდეებთან. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ამ ორი კვირის მანძილზე და ძალიან ისეთი რაღაცები მოხდა, რომ მე მესმის ამ ადამიანებისაც, იმ სასულიერო პირებისაც და მოდით მოძღვრისგან გავიგოთ, იმიტომ რომ კაი პასუხს გვეტყვის მამა გიორგი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ იქამდეც გავესაუბრე მამაო დაგლოცეთ თუ შეიძლება ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და განსაკუთრებით ძველით ახალი წელი მინდა ჩვენ საზოგადოებას ყველას მიულოცო. უღრმესი მადლობა მამაო ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან ეთერში ძალიან მოგვინატრეთ ჩვენც ყველას და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით მამაო ქრისტიანი როგორ უნდა იყოს სიწმინდეებთან და სიწმინდე საერთოდ ეკლესიასთან აი თვითონ დამოკიდებულება ისეთი არის რომ სამწუხაროდ ადამიანებს რაღაცა ძალიან პატარა უნდათ რომ სადღაც აი ამას წინათ რომ გამოცხადდა ესეთი რაღაცები მე მესმის ამ ადამიანების იმიტომ რომ არაფერი არ კეთდება არაფერი წინსვლა არ არის რაღაცა და რაც გამოკიდებულები არიან იმას რომ აი სიტყვაზე რაღაცა აუხდებათ რაღაცა და აი მართლა გულით მესმის ამ ადამიანებისაც მაგრამ რაღაც სწორად რო აუხდეთ მართლა და მართლა რო გქონდეთ ღმერთთან ისეთ ჭეშმარიტი ურთიერთობა ამისათვის რა არის მამაო საჭირო რომ ამ ადამიანებმაც იცოდნენ იმიტომ ალალი გულით მინდობილი მაინც მე ვფიქრობ რომ უბრალოდ თუ მიენდობა იმ ადამიანზეა ვინც მოატყუებს ეს ცოდვა თორე თუ ადამიანი ალალად მიენდოდა უნდა ხო ჩვენი პრობლემა შეიძლება იმაში იყოს რომ რაღაც აი იმას ვეძებთ ღმერთისგან აი ჭყალებში რო თქვა ეს ჟარგონს ვიხარ ვიგოდასეძებენ ადამიანები რომ აი მე ამიხდეს და ეხლა მივალიქ და ამ დროს რო გვესმოდეს ჩვენ რომ მამაო აი სიტყვაზე სანამ მისვლად შეიძლება ისე არ დაგჭირდეს ასახდენა თუ წესიერა და შენ გულში და სულში გამოსწორდები ხო მაგრამ რაღაცნაირად სუსტია მამაო ადამიანი და მეც და ყველა ჩვენთაგანი ამისთვის დავდივართ ეკლესიებში წირვებზეც და იმაზეც რომ აი რაღაცა ღმერთო რაღაცა აგვიხდინე კარგად ვიყოთ რაღაცა არ შეგვეხოს ცუდი არაფერი გარშემო და როგორ უნდა მოვიქცეთ საბოლოოდ თუ შეიძლება ბოდიშკირდით ესე გამიგცეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დღეს არის სალაპარაკო თემა ძალიან ბევრი დაიწერა ძალიან ბევრი ითქვა ძალიან ბევრი გაილანძღა ამის გამო ძალიან ბევრი მოძღვარი გააკრიტიკეს მოკლედ მე თვითონ მოვხვდი ამ ქართლში გარკვეულ ტელევიზიაში პრესაში ჩემი აზრი გამოვთქვი ძალიან ფრთხილად ვიქნები ეხლაც და მე ვეცდები რომ ჩემი ნაკლები ვთქვა როგორც ყოველთვის და მოგახსენოთ საეკლესიო სწავლება იმიტომ რომ თანამედროვე ქრისტიანებს თავისი სარწმუნოება აქვთ, თავისი შეხედულება აქვთ, თავისი იესო ყავთ, თავისი წმინდანები ყავთ, თავისი რაღაც გარკვეული მწამსი გააჩნიათ და მე მინდა ყველას შეგახსენოთ რომ როგორია საეკლესიო სწავლება, რა არის მაცხოვნებელი სარწმუნოება. აი, არის სარწმუნოება ჭეშმარიტი მართლმადიდებლური, არის მწამსი. პავლე მოციქული ამბობს რომ ეშმაკსაც გააჩნია რწმენა. ეშმაკმა ჩვენზე კარგად იცის ყველაფერი დაწერია ბიბლიაში. ყველა დოგმატი, ყველა საიდუმლო, ყველა წმინდა მამის გამონათქვამი ეშმაკმა იცის ზეპირად. მაგრამ რითი განსხვავდებით ჩვენ მისგან? ყველაფერი იცის, მაგრამ არაფერს არ ასრულებს. აი ჩვენ თუ გვინდა ჭეშმარიტი სარწმუნოება გქონდეს და ვაღიაროთ რომ ჩვენში არის მაცხოვნებელი რწმენა, მინდა ხაზი გაუსვა. თუ რწმენა გაქვს ის უნდა იყოს მაცხოვნებელი. თუ მაცხოვნებელი არ არის შენი რწმენა, ასეთი აქვს ბაპტისტებსაც, კათოლიკებსაც, იეჰოვას მოწმეებსაც და ასე შემდეგ. რა არის მაცხოვნებელი რწმენა? ანუ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში აღიარებს დაცემულ ბუნებას და საკუთარ ცოდვებს, აი ამ ადამიანს აქვს უკვე მაცხოვნებელი რწმენა და მას სჭირდება მხსნელი. და მხსნელი არ არის არც რომელიმე წმინდანი, არც რომელიმე ანგელოზი, არც რომელიმე ცოცხალი ეს პატრიარქი იქნება ეპისკოპოსი თუ მოძღვარი. მაცხოვნებელი სარწმუნოების მომტანი ქვეყანაზე დამფუძნებელი, გამცხადებელი არის წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი
უფლის ძე იესო ქრისტე, რომელიც განკაცდა ჩვენი ცხონებისათვის, ჯვარცმა დაითმინა, აღდგა და ამაღლდა. ანუ ვის ჭირდება მაცხოვარი და მისი რწმენა, ვისაც გააჩნია საკუთარი დაცემული ბუნების ხედვა და საკუთარი ცოდვების ხედვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი სწორება, ჩვენი მიმართულება, ჩვენი ვედრება, ჩვენი მსახურება, ჩვენი თხოვნა, მსახურება უნდა იყოს მიმართული იესო ქრისტეს მიმართ. ანუ პირველ რიგში მორწმუნეს ევალება, რომ სთხოვოს იესო ქრისტეს, რომ მე ვარ როგორც პავლე მოციქულთან, პეტრე მოციქულთან მივიდა, მაცხოვარი ძალიან საინტერესო მონაკვეთი მინდა გაგახსენოთ. მთელი ღამე თევზაობდა პეტრე მოციქული, ვერ დაიჭირა ვერაფერი და მაცხოვარი ეუბნება, რომ მარჯვნივ ისროლე ვადე. ანუ პეტრე მიცის, რომ აზრი არა აქვს, ვერ დაიჭერს ვერაფერს. მე თევზია და დილით თევზაობა ძალიან ძნელია. და როგორც კი დაუჯერა მაცხოვარს და ძალიან ბევრი თევზი დაიჭირა და დაინახა, რომ მის წინაშე ვინ იდგა, ეუბნება, უფალო გამშორდი, მე ცოდვილი ვარ. აი ჩვენი დამოკიდებულება როგორ უნდა იყოს მოწიწვებით და მოშიშებით უფალთან ურთიერთობაში, რომ ჩვენ აღიარე რომ ცოდვილი ხარ, არაფერი არ გესმის და მაცხოვარ რომ ხსნელო უფალო ჩემო იესო ქრისტე. მიშველი, ამისთვის ვინახავ ჩვენ მარხვას. ამისთვის დავდივართ ეკლესიაში. ამისთვის ვინანიებ ჩვენ სოდვებს. პირველი და უპირველესი და უმთავრესი ეს არის რომ ღმერთმა ჩვენ გვაპატიოს ჩვენი ცოდვები და მერე უკვე ვითხოვოთ ის, რაც ჩვენთვის არის აუცილებელი. აქაც პავლე მოციქულს მოუხმობ. პავლე მოციქული იყო გარკვეულ სნეულებაში, ამბობენ რომ მას ჭლექი სჭირდა და ამბობს ასეთ საოცარ რამეს, რომ სამჯერ ვევედრეო ქრისტეს და არ გამკურნაო. რომ პავლეო გეყოფაო ღვთის მადლი, რამე თუ უძლურობაში მჟღავნდება ღვთის ძალა. წარმოიდგინეთ, რომ პავლე მოციქული არ გამკურნა. და არ დაბრკოლებულა. ეკალი მოგეცაო სხეულში სატანის ანგელოზი, რათა დაქეჯნოს შენ, რომ არ ჩავარდი ამ პარდავნებაში. ეხლა რა ხდებოდა მცხეთაში? რა ხდებოდა ბერი გაბრიელის საფლავზე? ძალიან ბევრი შეურაცხყოფელი ქადაგება იქნა, ასე თქვა, წარმოთქმული გარკვეული მამების მიერ. რაღაც ბუნდოვანი საუბარი იყო გარკვეული დედაოების მიერ, ხო? ამ შემთხვევაში მე მინდა, არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს, ბოდიში მოუხადო ამ საზოგადოებას, ვინც ნამდვილად შეჭირვებულების, ნებულებაში მყოფი. ეხლა აი წარმოიდგინეთ, რომ შენ სიმსივნე გაქვს, ან შენი სვილია დაავადებული, მოისმინე ეკლესიის გარკვეული მსახურისგან ქადაგება, რომ არის ხილვა, ვინც მოხვალთ ამ და ამ დროს განიკურნებით, რატომ არ წახვალ, ხო? წახვალ. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვაკეთებდით? ხომ და გვეთქვა, რომ ჩემო ძვირფასებო, ჩემო ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო. ეხლა არის შობის მარხვა. მოდი შობის მარხვა ჩავასრულოთ, ვიზეიმოთ მაცხოვრის განცხადება, მისი დიდი წყინვალე შობა, თეოფანია და შემდგომში გარკვეულ წმინდანებს ვევედროთ, რომ მათ მეოხება აღასრულონ ღვთის წინაშე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდანი სურვილებს არ ასრულებს. წმინდანი არის მეოხი. ანუ ქართულად ტროპარს ქვია ოხითა. ანუ წმინდაო გაბრიელ, წმინდაო ნიკოლოს, წმინდაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩვენთვის. ოღონდ ევედრები ჯერ ცოდვების მონანიებას და თუ ინებებს უფალი ჩვენ განკურნებას და ინებოს მან. აი ეს ყველაფერი, ნუ თუ ძნელია ამისი გაგება, ნუ თუ ძნელია ამისი წარმოდგენა, ნუ თუ საჭიროა მაინც და მაინც ვიღაცას კეფთაყვანისმცემლები ვეძახოთ, უმეცრები, ურწმუნოები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ასე ვისაუბრებთ და ხალხს ვეტყვით, რა არის საეკლესიო სწავლება, რა არის მაცხოვნებელი სარწმუნოება, რა არის თეთრი და რა არის შავი. მაშინ მე მგონი ხალხი ყველაფერს გაიგებს. აი, მაგალითად იცით, რომ პროტესტანტებში ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის წმინდა წერილი. იქ თუ წმინდა წერილში რამე არ წერია, ისინი არ იღებენ არაფერს და აი ამან მიიყვანა ისინი გარკვეულ კიდევ სხვა სექტების წარმოშობამდე. ყოველ დღე იქმნება რაღაც ახალი პროტესტანტული სექტა. უფრო მძიმე მდგომარეობა კათოლიციზმში. აი კათოლიკეების, ასე ვთქვათ, მამამთავარი პაპი თუ კათედრაზე გამოვა და იტყვის, რომ თეთრი შავია ან შავი თეთრია, უნდა დაეთანხმოს ეკლესია. თეთრქმედყელი განმარტავს, რომ თუ არ დავეთანხმებით, ეკლესიის სინდისში შერცხვება მაშინ. აი ჩვენთან როგორ არის? ჩვენთან ყველაზე დიდი ავტორიტეტი არის უკვე მამათა ერთსულოვანი სწავლება, რომლებიც იკრიბებოდნენ სოფლიო საეკლესიო კრებებზე და გარკვეულ ცრუ სწავლებებს ამხობდნენ ერთსულოვანი შეხედულებით, რომელიც სულიწმინდის მადლით იყო ნაკარნახევი და აღძრული. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს ყველაფერი უკვე წარმოვიდგინეთ, ჩვენ ხო გუშინდელი რელიგია არა ვართ, ჩვენ ხო აი თქვათ პროტესტანტები ვით რაღაც გარკვეულ ზღაპრებს არ ყვებით, ხო? თუ რამე გარკვეული მოვლენა ხდება,
გადავავლოთ ოქროს ფონს თვალი და ვნახავთ იქ როგორ იქცეოდნენ შესაბამის დროს წმინდა მამები, გარკვეული მოძღვრები და ასე თქვა გამოვიტანოთ მე ანალიზი რომ ვინმე ახლა არ ეგონოს რომ ჩვენ როცა ვამბობთ რომ ბერი გაბრიელი მკურნალი არ არის თქო ჩვენ გშურს ახლა იქ რომ ამდენი ხალხი მივიდა აი უბრალოდ აი წარმოიდგინეთ რომ მე ვიღაცამ რაღაცა რომ თხოვოს შევწუხდები რომ ვერ შეუსრულო არ შეწუხდება წმინდანის სული თქვა რაღაცას რომ თხოვო და მას ეს არ შეუძლია რომ შეასრულოს ხო წარმოუდგენელია ხო არ შეიძლება ასეთი რამე ბერი გაბრიელი დაუღალავად დარწმუნებული ვარ ევედრება არა მარტო ქართველებისთვის სრულიად სოფლიოსთვის ევედრება ღმერთს მაგრამ იცით რა არის აი მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თავად უფლის სიტყვები არა რომელიმე წმინდა მამის ან თქვა რომელიმე წმინდა ბერის არამედ რომ ითხოვეთ და მოგეცემათ მაგრამ პირველ რიგში ეძებეთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი და დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ თქვენ აი როცა ანტი მოვა ამ ქვეყანაზე ანუ ანტიქრისტე ის ყველაფერს პირიქით იტყვის რომ ეძებეთ საჭმელი სასმელი ჩასაცმელი და სასუფეველი თავისით მოვა ანუ ყველაფერს უკუღმა დააყენებს და თავდაყირა დააყენებს ანუ როცა წერია რომ ითხოვე და მოგეცემათ დარეკე და გაგეღებათ აქ არის საუბარი სულიერ საკითხებზე ჯერ ხა წარმოვიდგინეთ ახლა იმდენ ხალხში აი ვინმე ითხოვა ის რომ თქვა აი ბერო გაბრიელი მე შურიანი ვარ და მოდი აღარ ვიყო რა შურიანი რა აი მე თქვა ბევრი საუბარი მიყვარს განკითხვაში ვარ და დამეხმარე რომ განკითხვა აი სულიერი საკითხი ვინმე მითხოვა შეიძლება ითხოვა მაგრამ იქ ხომ მაინც აი მე ვიცი რომ მითხრეს თვითხილელ ვარ ტაქსის მძღოლი იყო მისული აი ტაქსურ თავზე რო ადგა პეტუშოკი ქვია მაგას ის დაუდია თქვა იქ და ხა არც ის ტაქსის მძღოლი არ ტყუის ხო ოჯახი ყავს შესანახე შეიძლება ბანკის ვალი აქვს გაჭირვებულია მაგრამ იმ ადამიანს ხო აი თქვა ბერმა გაბრიელმა ბჭყალებში შეუსრულა ყველაფერი ის ხო მეორედ იქ აღარ მივა ის არც თავის ოდებზე აღარ იფიქრებს არც მარხვას არ შეინახავს და გამდიდრდება თქვა ბჭყალებში ახაც და ნუ აღარ უნდა აი მისთვის ღმერთი მამა გაბრიელი არის შემოსავლის წყარო ეს უკვე არის კათოლიციზმი ხალხო ეს რაღაც ინდულგენციები უნდა გავყიდოთ ალბათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ღმერთმა ჩემო ძვირფასებო ყველას თქვენი სათხოვარი აგისრულოთ ჯერ სულიერი ოღონდ როგორც აღნიშნე რომ გამოსწორდეთ ჩვენი წოდები მოვინანიო და დანარჩენი ახლა ღმერთს მე მგონი არ გაუჭირდება და ღმერთზე კეთილი ხო არ არის მამა გაბრიელი ვინმე ღმერთზე კეთილი შეიძლება რომ არსებობდეს რა თქმა უნდა არა მაგრამ თუ რომელიმე ჩვენთაგანში არის გარკვეული სნეულება გარკვეული მწუხარება საპატიმრო ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ყველაფერი თანდათანობით ღვთისგან იქნება აუცილებლად განკურნებული გამოსწორებული განთავისუფლებული მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს თავარი არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ვართ ცოდვილები და ჩვენ გვჭირდება მაცხოვარი მაცხოვნებელი სარწმუნოება ამის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ მივახცევთ აი ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს ვერ გაიგებს და მხოლოდ რატომ არის ეს ხალხთა სიმრავლე ბერი გაბრიელის საფლავზე რატომ არ მიდიან მაცხოვრის კვართან უამრავი დიდი წმინდანი გვყავს ჩვენ მაგრამ მაინც აი რატომ არის სპირიდონ ტრიუმფუნტელის ხატი უფრო მოსალოცია ვიდრე წმინდა ნიკოლოზის თქვა და მატერიალური დახმარება თითქოს იძლევა და რა თქმა უნდა ყველა იძლევა ამას ჩვენ სამწუხაროდ რაშიც პროტესტანტები გვდებიან ბრალს რა ხათ კერპთაყვანისმცემლები ხართ თითქოს ისე გამოვდივართ ხანდახან ჩვენი ისეც აი თქვა აი ამ ცოდვას ეს ხატი კურნავს იმ ცოდვას ის ხატი და ასე შემდეგ ყველას მკურნალი დაიმახსოვრეთ არის ღმერთი ერთარსებას ამპიროვანი ღმერთი ხოლო წმინდანები არიან მეოხნი ნუ თუ ეს ნელი გასაგებია არ მგონია რომ ნელი გასაგები იყოს და სასურველია ჩვენ კვლავ ვიაროთ მამა გაბრიელის საფლავზე კვლავ ვევედროთ, ოღონდ ვევედროთ სულიერი, მადლი მივიღოთ, გამოსწორდეთ და დანარჩენი უკვე მე მივხვდებით, რომ პავლესავით შეიძლება განკურნება ვერ მივიღოთ, მაგრამ პავლე რო ვერ განეკუნა დაბკოლდა, არ ევედრებოდა ღმერთს, ერთ-ერთი რჩეული ჭური იყო სულიწმინდის. პავლე მოციქული და სხვა წმინდანები. აი გადახედეთ წმინდანების ცხოვრებას, ამაზე მე მგონი ბევრი საუბარი არ არის საჭირო, ყველა წმინდანი, რომელიც ჰქონდა დალხინილი ცხოვრება. მითხარით, რომელიც წმინდანის ცხოვრება იყო დალხენილი. სნეულებაშიც იყვნენ, საპატიმროშიც იყვნენ, დევნაში, შევიჭროებაში და 1000 განსაცდელებში, მაგრამ ყოველთვის იყვნენ შინაგანად სიხარულის მატარებლები, რამეთო მათთან იყო ღმერთი და ისინი იყვნენ ღმერთთან. აი მთავარი სიხარული, რაც ჩვენ უნდა მიგვეღო შობის, მარხვის დასრულების შემდეგ. ბრწყინვალე, როგორც წერია ივანეს სახარებაში, სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. და ამ დროს
წარმოვიდგინეთ, რომ უცხოური ტელეკომპანიები როგორ დაგვცინოდნენ BBC ატრიალებდა ამ რგოლს, რომ აი საქართველოში თქვათ წმინდანის საფლავს ევედრებიან მრევლი და ნახეთ რა სიბნელია და ასე შემდეგ. ხა ჩვენთან რო სიბნელი არ არის ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცუდად გამოიყენეს ეს ჩვენმა მტრებმა. ასე რომ აღარ იყოს შემოძვირფასებო, გვიყვარდეს ღმერთი, მივიღოთ ის ჩვენს მხსნელად, ვიაროთ ეკლესიაში, მოძღვრისგან კონსულტაციები ავიღოთ, კურთხევა ავიღოთ, რომელი მოძღვარი დაუშლის გიორგი ახლა ადამიანს რომ წავიდეს საფლავი მოილოცოს, ხო? მაგრამ ხო ეტყვის მოძღვარი, როგორ უნდა მოიქცეს, რა ითხოვს, როგორ თქვათ ილოცოს და ასე შემდეგ. აი ჩემი რამოდენიმე სულიერი შვილი წავიდა და კურთხევა არ აიღეს, აი როგორ მე დაუშლი ადამიანს რომ ვერი გაბრიელი საფლავზე წავიდეს და ილოცოს. პირიქით ხო, თქვათ მე ვეტყვი როგორ უნდა მოიქცეს იქ, მაგრამ როცა მოძღვარს ემალები და კურთხევას არ იღებ, ეს ნიშნავს რომ შენ რაღაცა ცუდს აკეთებ და გერიდება, ანუ სინდისი ქეჯნის და არ ეუბნები. ესე იგი რა, შვილი მამას არ ეტყვის რაღაცას რომ მიდის, რაღაცა ცუდ საქმეზე მიდის, ანუ რაღაც ცუდი საქმე არ არის, მაგრამ აი რაღაც ეჭვი გეპარება, ნეტ იქნებ შეიძლება კურთხევა არ მომცეს და რაღაც გამებრაზდეს, ხო? მე მგონი არც ერთი მოძღვარი არ გაუბრაზდებოდა, მაგრამ თუ რაღაც პრობლემას აქვს ადგილი, ეს ჩვენ ცოდვისკენ და მცდარი სარწმუნოებისკენ გვიბიძგებს, რაც ჩვენში შემდგომში დაბრკოლებას. აი წარმოვიდგინეთ, როგორც თქვენ მითხარით, გიორგი 700.000 ადამიანი ყოფილა, ხო, მისული იქ და ეხლა ამ ადამიანებს რომ ღმერთმა ყველას შეუსრულოს, ყველას თავისი თხოვნა თუ მათთვის სასარგებლოა. და რომ არ შეუსრულოს, არ დაბრკოლდებიან მე ესენი, ხო შეიძლება აღარ საფლავზე არ მივიდნენ, აღარც ეკლესიაში, აღარც მარხვა შეინახონ. და თქვა, რომ ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაში არ ყოფილა და აი მოდი მე ახლა გავხდები ჯვარი წერიას უყოლას სხვა სარწმუნოების მიმდევარ და იქ თურმე კურნავენ, იქ თხოვდებიან, იქ ქორწილდებიან, იქ თქვა ტაქსის ზღოლები ძალიან ბედნიერები და გახარებულები არიან და რაღაც დედამიწაზე ჩვენ 60-ს მოვითხოვთ. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ღმერთი ამ სოფლიურ სიამოვნებას არ ქადაგებდა. მისი მეფობა თვითონ ბრძანებს არ არის ამ სოფლიური. თუ აქ ჩვენ კეთილდღეობა გვინდა, ჩვენ 60-ს დავკარგავთ მერე და გვეგონება რა ყველაფერი როგორც კომუნისტური სამყარო ქადაგებდა, როგორც აი ნახეთ იოღოვას მოწმეების ბროშურები, ხო? როგორი ბაღებია დახატული იქ და როგორი გაბწყინებული სახით იყურება ხალხი. ეს ხო ეშმაკის რეკლამა, ეს ხო სიცრუეა და რაღაცა მსგავსებას ხედავ უკვე მე გარკვეულ მართლმადიდებლებში, რომ უნდა ყველაფერი კარგად იყოს, შემოსავალი კონდეს, ჯანმრთელი იყოს, ყველა იყოს ჯანმრთელი და ყველას კონდეს შემოსავალი, მაგრამ თავარი არ დაგავიწყდეს შემოძვირფასებო, რომ თავარი არის სულის ცხონება. სულის გადარჩენა. ამის გარეშე მთელი სამყარო რო შეიძინო იესო ქრისტიანობა და სული დაკარგო. რა გინდა ხო? იმიტომ როცა იქნება ხვალე აი თქვა გამოჯანმრთელდი, მაგრამ გავიდა 30 წელი გარდაიცვალე მე. და გამოჯანმრთელებული რო გარდაიცვლები რა, მე ცხონდები, ვერ ცხონდები, ხო? ამიტომ ჯენ განკურნოს ღმერთმა ჩვენი სული და შემდგომში განკურნოს ჩვენი სხეული. ოღონდ არა პირიქით, ჯერ სული და მე ხორცი. წმინდა მამების ერთსულოვანი სწავლება, რომ გაეცი სისხლი რომ მიიღო სული, ანუ სულის ცხონება იძულების, როგორც ნათლისმცემელი იოანე ბრძანებდა, ანუ ამას სჭირდება მოღვაწება, ამას სჭირდება მოშურნეობა, ამას სჭირდება მოსაგრეობა, ლოცვა, მარხვა, ესე მარტივი არ არის თქვა, რომ მე შევინახე 40 დღიანი მარხვა, მე საფლავზე წავედი, მე ჩემმა მამაო მაზიარა, რა ბედნიერი ვარ და ყველაფერი კარგად არის. ასე მარტივი მე მგონი არ არის ეს ყველაფერი. დიახ, მამო, ძალიან დიდი მადლობა. რა მინდოდა იცით მე თქვა, მამო, ეს ადამიანები იცით როგორ არის გარკვეულწილად რაღაცა ისე გული მწყდება ხოლმე, რომ ჩემ გულთან რაღაც ახლოს არიან ხოლმე, როცა ეს რაღაცას მოელიან ხოლმე, მაინც წმენის ამბავი არის, თუნდაც რომ დადიან ნებისმიერ რაღაც პარაკლისები არის ისეთი, რომ რაღაც მატერიალურად შეგეწევა რაღაცა, იმიტომ რომ მამო, წინა იყო 9 წელი ძალიან აწვალეს ეს ხალხი. ეხლა 9 წელი მოვიდა, ეხლა ისინი შეპირდნენ 1000 ადამიანებს, ბანკები ბინებიდან აგდებენ რაღაცა და ყურადღებას არ აქცევენ შია ხალხს. ცუდად არიან იქ რაღაცა და რაღაც გამოსავალს პოულობენ თითქოს და ესეც თან რაღაცა იმის ხარჯზე აი პოულობენ რომ რაღაცა თითქოს იმას ეძებენ სამაგიეროს გამოთხოვენ უფალს რა რაღაცნაირად აი მე მოვალ და ეს ამისული მაგრამ ესეც ხო შეიძლება რომ უფალმა შეიწიროს სიტყვაზე ეს იმის მისვლა იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება თუნდაც ის დღეები რომ მოლოდინის რეჟიმში რომ ამოისუნთქებს რომ აი მე ჩაუთქვი და სიტყვაზე ბინიდან არ გამყრიან მე და ხუთ ჩემ შვილს სიტყვაზე ვიღაცა ხო და შეიძლება რომ ესეც სიტყვაზე დამხმარე იყოს ხო ამით სარგებლობენ მამაო ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებმაც დაარეკლამეს ეს ის, რომ აი ადამიანებს ეს პრობლემა აქვს
და გარკვეულწილად ისა რა ქვია, მე გამოვაცხადებ და ის მოვა. ხო? აი ხა თქვენ რო დაიწყოთ მამაო, მაგალითად რომ სრული უფლება გაქვთ და შეგიძლიათ და იტყვით კიდევაც და ბევრი სასწაული ხდება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზ ტაძრის წინამძღვარი ბრძანდები და იცით რა არის წმინდა ნიკოლოზი ამ თვეში ვინც ამოხვალთ და სიტყვაზე აი ამ ხატთა რაღაცა ილოცებთ, თან მართალი ხო არის, მაგრამ ჩვენ რა ის გვაქვს, ხო, ვისაც გამოცხადება აქვს, მართლა უწმინდეს მე მგონი ყოველ საღამოს აქვს გამოცხადება, ერთხელ არ უთქვი არასოდეს არაფერი ისეთი, რომ რაღაც გამოცხადება მქონდა ეს, ხო? სიტყვაზე, აი, რატო სარგებლობენ მამო ამ ყველაფრით? მე ამას ზემოდან სალაპარაკო თემა, მთელი ინტერნეტი იმაზე ლაპარაკობდა. ეხლა ამდენი პრობლემაა ხოლმე, მამო, შეხედავენ ხოლმე ხალხს ბინებიდან ყრიან და რეებს უკეთებენ და იმაზე არავინ არ დაწეს ერთი ინტერნეტში, რომ აი ადამიანი შემეცოდა სიტყვაზე, ან გვერდში არავინ დაუდგება და ამაზე სასულიერო პირებიდან მოყოლებული მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრები არიან და ჩვენ ერთად გავიზარდით, ისეთი რაღაცები დაწერეს, ხო, იმის მაგერად რომ რაზეც ღმერთი წუხს, თვითონაც წუხდნენ, მამაო. ესენი აი ქილიკობდნენ და დასცინოდნენ, აუ ბრბო და ეს რო საბერძნეთში გააკეთო. როგორ შეიძლება თუ იმ ადამიანს, მამაო, გულით ის წამს, ხო? დარწმუნებულია რომ უფალი შეუწირავს თუ მართლა რაღაცა იმას არ ელოდება ხო და რაღაც ზაკრულად არ მივიდა რა თქმა უნდა ალალი გულით მივიდა ხო 4 საათი რიგში იდგა და მივიდა საწლად ინვალიდი ბავშვი მიიყვანე ხა იმის ბოლო ნუგეშია შეიძლება ხო და რაღაც ისეთები ილაპარაკეს არ მინდე ჩემ მეგობრები არიან და ჩემ ხელს ვერ მოვიჭრი რომ დავასახელო და რატო მამო აი დედასპიცა ორისინი აი ძალიან ის არა ადამიანები რო არიან ეს ტაბულა და ის რაღაც მარაზმი რო არის ხო ეს ისინი არ ქილიკობდნენ ისე როგორც სასულიერო პირები მამო ჩვენი რო აუ და ვითომ თავის ნასწავლობას გამოავლინეს ეხლა თვითონ განათლებულები რამე თაუ მოიცარა სისულელია და ღმერთთან ურთიერთობა არ იცი აი რა უნდა უთხრათ მამო აი ესეთებს და აი რა შეიძლება ან თვითონ მოძღვრების დავარიგოთ რა თუ შეიძლება აქედან თქვენ თუ დაარიგებთ იმას რომ ესეთი ქილიკი არ შეიძლება იმიტომ რომ ის ვიღაცა ადამიანი საღამოსო წაიკითხავდა იმას რომ იქ რო იყო და დასცინის მღვდელი ხო ცოტა მე მგონი აუცრუდება ბევრს გული იმაზე ხო არ ვიცი თქვენ როგორი თქვით მე გავაგზავნებ საუბარს და შემთხვევით არ მიმილოცია საზოგადოებისთვის ძველი ახალი წელი და უნდა შევახსენო ყველას რომ ახალი ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია სულ მომბრძანებს რომ თესქვეშეთში ახალი არაფერი არ ხდება ანუ ამით რა მინდა რომ თქვა კვირას არის ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და ნათლისღების შემდეგ სულმა წერია გაიყვანა მაცხოვარი უდაბნოში და ეუბნება რომ ქვები გადააქციოს პურებად, კარგად დავგვირდით. ქვები გადააქციოს, ანუ სოციალური მდგომარეობა როგორც ეხლა მაშინაც პირველ საუკუნეში ისრაელში და თელ სოფლიოში არის ძალიან მძიმე. და უნდა რომ თავარი რისთვისაც მოვიდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ანუ ჩვენი მხსნელი, ის რისთვისაც მოვიდა, ის დავიწყებული იქნას და მეორე და მესამე ხარისხოვანზე გადაატანინოს ყურადღება. ანუ რა გაუჭირდება ღმერთს ეხლა რომ ქვები გადააქციოს პურებად, მაგრამ რომ გადაექცია, ხო? ეს ხალხი დანაყრდებოდა, უნებრივია, აი ეს 5 პური და 7 თევზი მოკლედ ეს უამრავი, როცა ამას აკეთებს ქრისტე და ის ხალხი განაძღო განერიდება ხალხს, რატო მას გაამეფებდნენ და მაშინ შემოგდოდა უკვე მე რომის ჯარი და მოხდებოდა ბუნტი და მოკლედ თელი ამბავი. ანუ ღმერთიერიდება ამ ყველაფერს, სოციალური მდგომარეობის გამოსწორებასერიდება თავიდანვე. თუმცა რა ხო არ გაუჭირდება და რატომ არ აკეთებს? იმიტომ რომ საკმარისია ღმერთმა თავისი მოღვაწეობა დაიწყოს ჩვენ ცხოვრებაში და მაშინ და ეხლაც ჩვენი სოციალური მდგომარეობის გამოსწორებით მან იცის კარგად ადამიანის ბუნება, რომ ის მაშინვე მიატოვებს ლოცვასაც, შრომასაც და თქვა დაიღუპება. აი, როდის გაგვახსენდა ჩვენ ღმერთი? როდის დავიწყეთ მამაოჩინოს, ესე თქვა, ლოცვა? როცა 90-იან წლებში დაიგრა საბჭოთა კავშირი, ჩვენთან ეროვნული მოძრაობა დამარცხდა და ხალხი დარჩნენ, ასე თქვა, გაუგებრობაში, გაუცნობიერებლობაში და დიდი ნაკადი მოვიდა ეკლესიაში. მაშინ მე კარგად მახსოვს და მაშინ ისწავლა ხალხმა, როცა პურების რიგები იყო, მამაოჩინოს თქვა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და ასე შემდეგ. ანუ რა თქმა უნდა, ღმერთს უნდა რომ ადამიანები დაპურდნენ, მაგრამ ხანდახან ჩვენი განსაცდელი, ჩვენი სიმშილე, ჩვენი ეს ყველაფერი დაშვებულია ღმერთისგან, რომ მოხდეს ჩვენი გამოღვიძება. აი წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირი არ დანგრეულიყო და ხალხი გაჭირებაში არ ჩავარდნილიყო. ისევ ის ორმანეთიანი ყველი იქნებოდა, ისევ ის სამანეთიანი ხორცი იქნებოდა, როგორც ებრაელი ხალხი ეგვიპტეში თავს ზნობდა კარგად, როგორც ღმერთმა გამოიყვანა და მოშივდათ, დაუწყეს მოსეს გინება, რომ ჩვენ კარგად ვიყავით იქ, რატო გამოგვიყვანე და ძალიან კარგად ვიყავთ, უფასოდ იყო ხორცი და კიტრი და ასე შემდეგ. ასე მე მგონი ხედავთ, რომ იგივეს აყვედრიდნენ თქვა ეროვნული
მოძრაობის ლიდერებს, რომ ძალიან კარგი იყოს საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ. თითქმის ახლა არაფერი შეცვლილა, იგივე მდგომარეობა. აი როგორი ქადაგებები გვესმის ჩვენ. წამოდი ეკლესიაში, იარე და ყველაფერი კარგად იქნება, სახსაც შეიცვლი, მანქანასაც შეიცვლი, ხელფასს მოგიმატებენ, სამსახურს დაიწყებ და იმას კი არ ეუბნებია, რომ წამოდი და შენი ცოდვები მოინანია, შენ ცოდვილი ხარ, შენ ბევრი ცოდვები გაქვს ჩადენილი. აი ვიღოთ პატიმრები, მათი ახლობლები, ამ შილკვდარი დედები. იმას კი არ ამბობენ, რომ თქვათ მე ბევრი აბორტები მაქვს გაკეთებული, თქვათ, ყაჩაღი და ქურდი ვიყავი და ციხეში იმიტომ მოვხდი, იმიტომ დავისაჯი, რომ ჩემი ცოდვების გამოა ეს ყველაფერი. მე რატო რა დამეშავებია? კი ღმერთს თხოვენ პასუხს და თქო ჩვენ გვიწევს მე ადვოკატობა ღმერთის, რომ იცით რა, ხალბატონო, თქვათ ვაჟბატონო ასე და ისე. არავის არ უნდა რომ თქვას, რომ იცი მე რომ გამიჭირდა ეს ჩემი ბრალია, როცა მქონდა შემოსავალი აუყია ცხოვრებით ავცხოვრობდი, ფლანგავდი რესტორნებში, სამეძაო სახლებში დავდიოდი და ასე შემდეგ. რომ გაგიჭირდა, უნდა მიხვდე რომ ღმერთმა რაღაც გარკვეული ნიშანი მოგცა შენ, რომ შენ აი სნეულება ავიღოთ, სნეულებას იწევს არასწორი ჩანსაღი, არასწორი კვება, არასწორი ცხოვრება, არასწორი საქციელი და მოკლედ ეს ყველაფერი არის ჩვენი ცოდვების ნაყოფი. თუ ხალხი არ მიხვდა იმას, რომ ჩვენ ამ მდგომარეობაში ჩავვარდით ჩვენი ცოდვილი ცხოვრების და გამო და ღმერთს ეს უნდა პირველ რიგში, მანამდე არ მოხდება არანაირი სოციალური და რაღაც თქვა საზოგადოებრივი გამოსწორება. სულიერი ფერისცვალების გარეშე არ არსებობს ხორციელი კეთილდღეობა. აი ავიღოთ ის ხალხი, ვინც გამოვიდნენ აფხაზეთიდან ტოლვილები თქვა. მრავალი მათგანი ისე ურწმუნოებაშია, მრავალი მათგანი ისე თქვა გარკვეულ ქვეყანას აბრალებს, რომ ეს ასე მოხდა და არავინ არ აბრალებს იმას, რომ ჩემი არასწორი ცხოვრების გამო დავისაჯე, ჩემი არასწორი ცხოვრების გამო არის ჩემი შვილის ნეულებაში, ჩემი ქმარის საპატიმროში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი როცა მოვა ანტიქრისტე, ყველას დაეხმარება, ყველას სოციალურ მდგომარეობას მოუწესრიგებს და რიგში ჩადგება ხალხი მერე და მიიღებენ თქვათ მის ნიშანს შუბლზე და მარჯვენა ხელზე. ანუ ძალიან დიდი აუდიტორია ელოდება მას, ძალიან დიდი მრევლი ეყოლება, იმიტომ რომ იტყვიან, აი მე დავდიოდი საფლავზე, არ განვიკურნე, გავხდი ქრისტიანი, ისევ მშია, ისევ ცუდათა ვარ, ისევ თქვათ პრობლემებში ვარ და აი ანტიქრისტე რომ იქნება, დამეხმარება, მაჭმევს, მასმევს, ყველაფერი კარგად იქნება და ასე შემდეგ. წარმოვიდგინეთ 20 საუკუნე გავიდა, რაც იესო ქრისტე ქვეყნიერებაზე მოვიდა. ისევ შიმშილი, ისევ სოციალური გაჭირვება, ისევ ომები, ისევ ყველაფერი ისე, რატო რომ ეს დალოცული ხალხი ქვეყნიერება ვერ ხვდება, რატო მოვიდა ქრისტე და რა სიტყავს ის ჩვენგან. და აი ამ მდგომარეობაში ვიქნებით სანამ ვერ მიხვდებით რა სიტყავს ღმერთი ჩვენგან. რომ ღმერთი გითხოვს ჩვენგან, ჩვენი წოდების აღიარებას, შვილო მომეცი გული შენი, რომ შემოვიდე მე შენთან და შენთან ვიყო. არა, ხალხს მაინც და მაინც ისევ და ისევ, აი თქვათ, ამდენ სტანთელს შევწირავ, ამდენ ლუარსაბის სარწმუნოება, ხშირად მიყვარს ხოლმე ამაზე მე საუბარი, რომ ამდენი აბაზის სტანთელი დაგინთე და თქვათ, აი მე რატო არ იმაშები, არავის არ ეწყინოს რა. ზოგი ფიქრობს ესე იგი, რომ მე ამდენ დაუჯდომრეს წავიკითხავ ახლა, ამდენჯერ შემოული ტაძარს, მარხვას სუფთად შევინახავ და ღმერთო ახლა ჩამოყარე ის, რასაც მე გთხოვ. ეს ამდენი მჭირდება, იმდენი მჭირდება, ეს მინდა და ის მინდა. მე ღმერთი დუმს ჩვენს მიმართ, რატომ? იმიტომ რომ არასწორად ვითხოვთ. პირდაპირ ამბობს პავლე მოციქული, ითხოვთო და ვერ იღებთო, რატო? ბოროტს ითხოვთო და იმიტომ. ასე თქვენ გჭირდებათ, იმას არ ითხოვთ. პატარა ბავშვმა რო გითხრასო თოფი მიყიდე ხო არ უყიდი თუ ის ვიღაცას მოკლავს ხო ასე ვარ ჩვენს რო შენ რაც გჭირდება იმას არ მთხოვ და რაც შენ დაგღუპავს იმას ითხოვ კიდე ვიმეორებ ამაში ცუდი არაფერი არ არის მაგრამ მაშინ გისვავთ კითხვას რატომ არ გადააქცია იესო ქრისტემ ქვები პურებად გადააქცევდა ხო და ეკნებოდა მისი მესიანიზმი მაგრამ ამას გააკეთებს სამწუხაროდ უკვე ანტიქრისტე მე მინდა ყველა გაგაფრთხილოთ რომ აი ეს ამის ნიშნები უკვე არის რომ თქვა აი ჩვენ გვინდა ყოველთვის ესე ვთქვათ ყოველი შემძლე ხალხი როგორც ამერიკულ ფილმებშია რომ ამარცხებს ბევრი ფული აქვს თქვა დაგვეხმარება მომცემს ხელის გადაგება არავის არ უნდა პირდაპირ წერია ბიბლიაში რომ ოფლითა შენითა მოიპოვე ლუკმა შენი არა უნდა რომ რაღაც გამოჩნდეს ფულიანი ადამიანი რომელიც ჩვენ გვიყიდის დაგვეხმარება გვაჭმევს გვასმევს და სამწუხაროდ ასეთი იქნება ანტიქრისტე რომელსაც ფაქტიურად უკვე მთელი მსოფლიო ემზადება გლობალიზაციის დასასრული არის ანტიქრისტეს მოსვლა და ვინც არ იქნება სწორი მიმდევარი იესო ქრისტესი ის ავტომატურად გახდება უკვე ანტიქრისტეს მიმდევარი და ქრისტე ბრძანებს რომ როცა მოვა ძეკაცისა მინდა ხაზე გაუსვა ამბობს საკუთარ თავზე
ლუკას სახარებაში. როცა მოვა ძე კაცისა, პოვებს კი დედამიწაზე რწმენას. ანუ როგორც მე გითხარით, ისეთი რწმენა კი არ იქნება, ისეთი რწმენა იქნება, რომ აი ამ საფლავზე მივალ და განვიკურნები, ამ ეკლესიაში მივალ და მილიარდელი გავხდები და ასე შემდეგ. ანუ მაცხოვნებელი რწმენა ძალიან ბევრ ადამიანში უკვე გამწუხაროთ აღარ იქნება და ხედავთ რომ ამის ნიშნებიც უკვე არის და მოძღვარი რომელიც იცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და გეუბნება რომ შილო ასე მოიქეცი, მე იმას აგინებენ და ლანძღავენ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცუდია, ამიტომ მე ყოველთვის ძალიან მერიდება ამაზე საუბარი, ფიქრობ რომ ნაკლები ვილაპარაკო ჩემი სიტყვები და ვისაუბრო ყოველთვის ბიბლიიდან, წმინდა წერილიდან, წმინდა მამების გამოცდილებიდან და არა რაღაც ჩემი ისეთი თქვათ ხადაგებები წარმოთქვა, რაც მე ადამიანს გააღიზიანებს და დამიპირისპირდებიან მე შემდგომში. დიახ. მამო, ეს მინდა რომ რაღაცა ეს მივცე რა, ფორმა მივცეთ ამას რომ რა თქმა უნდა თუ მივლენ განიკურნებიან აუცილებლად თქოს არა იმიზნით რომ აი მე მოვალ ეხლა და შენ განკურნე, ხო? ნუ თორე რა თქმა უნდა ეხლა დანარჩენი კი ადამიანს თუ წამ სიტყვაზე წმინდა ნიკოლოზმა იმ ხელა სასწაულები ამიხდინა მე უბრალოდ თუ მიდიხარ მართლა გულით და არა იმისთვის რომ რაღაცა მატერიალურს და რაღაცა იმას ეძის ეგ სიმსიმი და იმით იკურნებიან წარმოვიდგინეთ ხო მამაო ადამიანი რა თქმა უნდა ანუ ისე არ უნდა მიხვიდე ხო ჩვენ არასწორი მისვლა ვიცით უბრალოდ ხო რომ აი მივდივართ რატო იცით აი ისა მე მოვალ ეხლა და ის საქმე რომ აქვს ზე გამომივიდეს და რაღაცა არ იმიტომ კი არ მიდიან რაღაცა ის სული გაისუფთავ რაღაცა და ღვთისწინაში ამაყები იდგნენ და ისე იდგნენ რომ აი ქრისტე შე როგორიც გინდო და ისეთი ვარ მე აი ამისთვის არ მიდიან უბრალოდ აი ესეთი ვარ მე მაგრამ მოდი ეხა ეს დღეებია სამშაბათს და ხუთშაბათს სიტყვაზე 9 საათზე ანუ 10 საათზე და აი ამ დღეს თუ მოვალ შემისულება და ამიტომ და დანჩენ ცხოვრების წესი მამაო ერთი და იგივე აქვს და უარესებს აკეთებენ მე იმიტომ რომ იციან ხვალ ზეგ კიდე რაღაც ესეთი დღეები დადგება და კიდე აუხდებათ მაინც და რა პრობლემაა და კი აუხდებათ მამაო მაგრამ არა აი ამ მიზნით მისულებს ხო თით რა არის გიორგი ესეთი რაღაც უცნაური მოვლენები ხდება წყნეთში არ ვიცი დედაო არის თუ ვინც არის და მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან ვინც იყვნენ ამ დედაოსთან ვინც იკურნებიან თქვა ტაქსის ზღოლი თქვა მაგალითად და დედაომ რა გითხრა აი თქვა კუჭი მткиოდა და აღარ მткиვა და გითხრა რომ შენ ცოდვილი ხარ ახსარება გჭირდება მონანე არა მაგაზე არ ქონია საუბარი კუჭი მткиოდა და აღარ მткиვა ეს არის ღმერთთან ურთიერთობა და ეს არის მონაზონთან ურთიერთობა ის ხო ისეთივე ცოდვილი დარჩა როგორიც იყო და ის კუჭი რამდენი ხანი მუშაობს მე ხო გარკვეული წლების მერე გაჩერდება და მე ის რო წარსდგება უფლის წინაშე არ ეტყვიან მას რა შენთან რო ეს ადამიანი მოვიდა და გეუბნება რომ კუჭი მткиვა რატო არ უთხარი სული არ მткиვა სოდები არ გაწუხებს ანუ წარმოვიდგინეთ რომ მიდიხარ ექიმთან გტკივა გული ღვიძლი და ეუბნები რომ ფჩხილი მткиვა და ფჩხილი მომირჩინე რა რაც მთავარია ის არ ჯობია რომ განუკურნო და მე თქვა ფჩხილი ფჩხილი მткиვა თუ რა გტკივა ეს შენი საცოცხლო დანიშნულება არ არის თავარი გული და ღვიძლია და ფილტვებია ამის თქმა მინდა ჩემო ძვირფასებო რომ ვითხოვოთ უმთავრესი და დანარჩენი ეს ყველაფერი მე ჩვენ მართლა მოგვიწესრიგდება განკურნავს კურნება უნდა ვითხოვოთ იესო ქრისტე კურნავდა მიცოლებულს აღადგენდა მაგრამ მისი პირველი ქადაგება რა იყო აი მინდა ყველა შევახსენო პირველი ქადაგება მთაზე და რა იყო იოან ათლესტანის ქადაგება შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა იყო ხალხი ვინც განკურნა, მაგრამ ისინი შემდგომში არ შეუდგნენ ქრისტეს და ის ადამიანსაც ხელი ქონდა თქვა გამხმარი, თქვა მე მაცხოვარ სახეში შემოარტყა ის ხელი, რომელიც მაცხოვარმა განუკურნა. ასეთი მდგომარეობაც არის. არ მინდა გავამძაფრო კიდე მე ახლა და მინდა რომ ხალხს რაღაც სიყვარულით აუხსნა ის რომ ღმერთი სიყვარულია და თუ არ იცი რომ ღმერთი სიყვარულია და მარტო იმიტომ მიდიხარ რომ შენ კურნება მიიღო და თუ არ მიიღებ, უკვე მე ბროტება იქცე, ბროტება გახდება შეთქვის უკვე ღმერთი მე ხო? ამიტომ ამის სასულიერო პირებისგან გარანტია მისცე იმის რომ შენ ახლა მოდი და განიკურნები, უკაცრავად ესეთი ერთმენა მე მგონი არ არის სწორი, ხო? განიკურნები შენი ცოდვილი ჩვევებისაგან, შენი ცოდვილი მიდრეკილებისაგან, ვნებებისაგან და ასე შემდეგ. აი რატომ არის რომ მე და ყოველს ხაზე გავუსვა განსაკუთრებით მათეს სახარებაში არის ძალიან საინტერესო ადგილი. ქრისტე მეძავებს, ქურდებს, ყაჩაღებს არ ამხელს პირდაპირ. პირიქით მეძავი მიუყვანეს და ეუბნება ეს ქლაბატონო იმრუშაო და ელოდებია რომ ჩაქოლას მოითხოვდა, ხო? ვინცო ამაზე ვინცო უცოდველი ხართო მანესროლეთო ქვა და ამ დროს ფარისელებს რას ეუბნება ქრისტე რომ თეთრად შეფეთქილოს აფლავებო ესეთები ვართ ხანდახან ჩვენს აი დაუკვირდეთ კარგად ანუ ადამიანს გარეგნულად კარგად გამოიყურებიან ჯვრები უკეთია დადიან მსკვნილები აი ცნებებს იცავენ ახსარებას ამბობენ ეზიარებიან მაგრამ შიგნიდან შეამოწმეთ მათი ფიქრები მათი ოცნებები მათი აზრები როგორია და მიხვდები რანაირი ქრისტიანი ხარ მე შენ და ამიტომაც
აქვთ კივიდა ჩვენ სხეული რომ შენ რო თეთრად შეფეთქილი საფლავი ხარ და ვერ ხვდები ღმერთმა განსაცდელი დაუშვა შენზე სნეულება რომ მიხვდე რომ აი ამ სხეულის შიგნით ბევრი სატკივარი იმალება კიდე და სანამ ის შიგნით სატკივარს არ მოირჩენ იმს რომს განკურნოს ისევ ძიმე მდგომარეობაში ჩავარდები მე ანუ ქრისტიანობა არის შინაგანი ჩვენი გამოსწორება და გარეგნად თავისთავად მე ღმერთი ყველაფერს მოაწესრიგებს უფრო სიღრმისეული უფრო დაფარული შეამოწმეთ თქვენი გონება, თქვენი აზრები, თქვენი სურვილები, თქვენი ოცნებები, თქვენი განკითხვა. წარმოვიდგინეთ, ადამიანია რომ გარედან გიცინის, მაგრამ გულში განგიკითხავს, ხო? ეს რამხელა დაავადება. კაი, ის კუჭი და ის თქვა ყური მოგირჩა. ის რო არ მოგირჩება და ის თქვა უფრო უარესად რო თქვა შენ დაგაზიანებს მე. აი ამიტომ ამბობს მაცხოვარი რომ ვაი თქვენ, ვაის არ ეუბნება არც მეძავებს და არც ვაის ეუბნება ფარისეულებს და მწიგნობრებს. რამდენი ჩვენთაგანია ახლა ფარისეველი და მწიგნობარი თქვა მე არავის ხელს არ დავადებ, ჩემ თავზე ვიტყვი, თქვათ რომ აი უთხრათ თქვენ კერთაყვანის სემლებო, თქვენ ასე თქვათ ურწმუნოებო, რატოდ გეხართ მან და ასე შემდეგ. მე გამოვდივარ თეთრად შეფეთქილი საფლავი მე რომ მე განკურნებული ვარ, მე კარგი ქრისტიანი ვარ, სხვას რო ვაგინებ და ის იმდენი ხალხი იმიტომ იდგა იქ რომ ჩვენ არა ვართ კარგი მოძღვრები და ჩვენ არა ვართ კარგი დამრიგებლები, თორე ამდენი ხალხი იქ ხوار მივიდოდა. აი ეს არის ყველაფერი ჩვენი ბრალი, რომ ჩვენ მათ ვერ ვასწავლეთ სწორი ქმედება. და აი ამიტომაც გამოიწვია ეს გაუგებრობა ბერი გაბრიელის საფლავს. დიახ, მამო, აი მასთანაც მინდა ის დედაო რო ვითომ კურნავს და რაღაც ბარაქაზე რო ლოცულობს და რაღაცეები, ეს რაღაცა სექტასავით რო ჩამოყალიბებული და ძალიან ბევრ ადამიანს რო ატყუებს, ხო, სიტყვაზე და იმით სარგებლობს რო ადამიანს ღმერთი უხდენს რაღაცას და აი როგორი მომენტია იცით რომ იცი რომ სიტყვაზე ღმერთი იმას აუხდენს და მე რომ მივალ და მე რო ვეტყვი. იგივეს რომ აი იმით ვისარგებლებ რომ ღმერთი აძლევს იმას სიტყვაზე შვილი უნდა ყავდეს ზეგი ხა 6 თვის ორსულია, ხო და მივა და ეუნება შენ 3 თვეში შვილი ეყოლება და ნუ რა თქმა უნდა ეხა ისა და ამას უსვამს და ამ ადამიანებს მე გარკვეულწილად უჩნდებათ ესეთი რამ რომ სიტყვაზე აი დედამ მითხრა და ესე დაიბადა და რაღაც სიტყვაზე ან რაღაცით სარგებლობს და ნახა 1000 რომ მივა ხო იმ 1000-დან 500 სიტყვაზე თავისით იკურნება რა თქმა უნდა ღმერთი კურნავს და ესენი სარგებლობენ ამ საქციელი და აი თვითონ მამაო ადამიანებიც და მრევლიც როგორ უნდა მოიქცნენ სიტყვაზე რომ აი ამ ფარგლებს არ გაცდნენ და აი ამ ფანატიზმში და ამ გიჟობაში არ გადავიდე რომ ვიღაცა დედავები და მამაები ძალიან ხშირად მამაო Facebook-ით იმით უყურებ ხოლმე აი მე ჩემი ყველაზე საყვარელი მამაო და აი ესეთი რაღაცა და დიახ აი ზუსტად ესეთი რაღაცები და აი ამან განკურნა და იმას კი არ უყურებენ მამაო რა ღმერთმა განკურნა სიტყვაზე იმის მეშვეობით და რაღაცა ხო და იმამებსაც აი ნებისმიერი ხო ისეთ აი რაღაცა ლოცვებს რო კითხულობენ რაღაცა ან პარაკლის რაღაცა და ვიღაცას ეშველება ხო იმათა რომ მიდიან რომ აი თქვენ რო პარაკლისი წამიკითხეთ მე განვიკურნე ის მამაო არც ეუნება რომ მე არა შვილო მე საერთოდ შენაირი ვარ ღმერთმა აი ამას არც ერთი მოსწონთ აი მე ჩემთანაც რომ ვიღაცა მოდის და აი რაღაცით სიტყვაზე დავარიგე და ნუგეში მიეცა მეც ყოველთვის ვეუნები ყავ მათლო ძალიან დიდი არასდროს არ ვეუნები ხოლმე რომ მე სიტყვაზე არაფერი არ ვარ სიტყვაზე ღმერთმა გააკეთა და როგორც მე ისე სხვა გააკეთებდა იგივე ამას და გეტყოდა ხო მაგრამ აი სიამოვნებს ადამიანს თვითონ მამაო ეს მომენტი და სხვა ადამიანებს კიდე ის სიამოვნებთ რომ ამით იჭერდა რატო მამაო აი რაღაცნაირი ის არის და როგორ უნდა მოიქცეს თვითონ ქრისტიანი ამიტომ გითხარი ჩემო გიორგი ეს არის ფარისეველი ფარისევლები და მწიგნობრები იესო ქრისტე რომ კურნავს ადამიანებს რას ეუბნება წადითო და არავის არ უთხრათო ეს დაკვირებული ხარ აბა გადაევლე თავს სახარებაში ნუ რავის ნუ ეტყვი თუ ამას ანუ ჩვენ მაშინვე აი ჩვენ პარაკლისზე ჩემ წირვაზე თქვა ჩემი ლოცვის შემდეგ განეკურნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი არ მინდა ახლა ჩვენი საუბრით ვინმე გავკითხოთ ვინმე ვეჩხუბოთ მაგრამ ისევ მიმართავ საზოგადოებას იმ ადამიანებს ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მაცხოვარი როცა ხედავს ამდენ ადამიანებს რას ამბობს რას ეუბნება მოციქულებს სამკალ ფრიადარს ანუ წარმოვიდგინეთ ჯერ არ იყო ის პერიოდი რომ უნდა ყანა აღებულიყო და ანუ ხედავს ხალხს რომელიც არის სიბნელეში ანუ ძალიან ბევრი ადამიანი არისო მოძღვრის გარეშე და თითქმის არაფერი არ შეცვლილა ამდენი მოძღვარი ყავს ამდენი მღვდელმთავარი ყავს და ასეთი გადაცემები არის როგორც თქვენი ხო თითქმის პრესაში ყველგან მოძღვრის გვერდია დიდი მადლობა და ფაქტიურად ხალხი ისე უმეცრებაშია და ამ ყველაფერმა ისევ დაგვანახა რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ანუ სწორი დამოძღვრა გამოიწევს ჩვენი საზოგადოების გამოსწორებას და განკურნებას. კურნალო განკურნე შენი თავი. ჯერ ჩვენ მოძღვრებმა განკურნოთ ჩვენი თავი და სწორედ ვიქადაგოთ, სწორედ ვასწავლოთ და მე პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს.
ასწავლეო და მე შერისხეო. ჯერ ვარ გისწავლები არაფერი და ლანძღავ ამ ადამიანს. ესე არ არის ხო? ასწავლე და რო ვერ გაიგოს, მე შერისხე. კი არ შეაგინო კაცო, მე უკვე ცოტა კაცრად მოსთხოვე, რომ ესე კიდე ხო გასწავლე შილო, რომ ეს ასე არ არის. თუ არაფერი გვისწავლებია, თუ არაფერი დაგვირიგებია, მოზღურის გარეგნობაც კი სწავლება უნდა იყოს, მისი მეტყველება, მისი თვალები, მისი სიმშვიდე, მისი უბრალოება. ხო, ამას ვერ ხედავენ საზოგადოება ეთყობა ჩვენში და ამიტომაც არის რომ ეს ადამიანები მე მწყემს ის გარეშე ესე რაღაც თავისი რელიგია ჩამოაყალიბეს და ხანაკეთ არიან, ხანეკით არიან. აი ეს ადამიანები ვინც არასწორ მოწოდებებს წარმოთქვავენ, უნდა გარკვეული შენიშვნები მიიღონ მათ იერარქიებისგან და უთხრათ რა თქვენ ასე აღარ იქადაგო, ასე აღარ უთხრა ადამიანებს, ასე რომ მოვლენ ასეთი დარიგება მიეცი. საბერძნეთში თქვათ ახალგაზრდა მოძღვარს უფლება არ აქვს რომ ჩაატაროს წირვა, ვინც ახალი ნაკურთხია, ხო? გადაგების უფლება არ აქვს, აღსარების ჩაბარების უფლება არ აქვს, რატო? რომ გამოცდილება არ აქვს ამის საკმარისი და ჩვენ რაღაც ისე ქართველებს უდა ისეთი ჩვენებური რელიგია გვაქვს, რომ ჩვენთან ყველაფერი ვიცით, ყველაფერი იცის, ცოლი ქმარს არიგებს ჭკუაზე, შვილი დედას არიგებს ჭკუაზე, მოკლედ მრევლი ორწიქსო წაიკითხავს, აქეთ მოძღვარს არიგებს მე ჭკუაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ თავი ჩვენი აი ამ მდგომარეობაში ჩავარდნი ისა არის უმეცრება. მე ხაზგასმით უნდა აღნიშნო, რომ ეს ყველაფერი არის მე ჩემ თავზე ვიძახი ჩვენი უმეცრების ბრალი. მე რომ კარგი მქადაგებელი და კარგი მოძღვარი ყოფილიყავი, ჩემი სულიერი შვილები მოიქცეოდნენ, უფრო უკეთესები იქნებოდნენ და მათი შემხედავი ადამიანებიც უფრო უკეთესები იქნებოდნენ. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, ეკითხებიან სერაფიმ საროველს. მე-19 საუკუნეა, რატომ არ არიან კარგი ქრისტიანები ახლა? მე-19 საუკუნეში. გადაწყვეტილებების მიღება უჭირთო. ანუ ადამიანს გადაწყვეტილება არ მიუღია რომ შეუდგეს ქრისტეს. არა, კი დადის, კი ეზიარება, კი ებრძვის ვითომ თავის თავს, მაგრამ შინაგანად არის თეთრად შეფეთქილი საფლავი, გარეგნულად თავსაფარი დაიფარა, თმები შეისწორა, ფსკნილი გაიკეთა, წვერი მოუშვა, ტანსაცმელი მოიწესრიგა, იცის რომ სანთელი მარჯვნიდან ხელით უნდა დაანთოს, ტაძარში მარცხენა ფეხით არ უნდა შევიდეს, აქედან არ უნდა გადაიაროს, ეკით არ უნდა გამოიაროს, მაგრამ გული რომ ბოღმით აქვს სავსე და განკითხვაში როა მოძღურის, მრევლის, მშობლების, მეზობლების, იმას კი აღარ აქცევს ყურადღებას. აი ყველა თქვენთან გალმა ახლა ვინ ჩვენ გვისმენთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში და მიხვდებით, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ. აი ეს ყველაფერი ძალიან, ასე თქვა, დამაფიქრებელია. მე ამას ჩემ თავზე ვლაპარაკობ პირველ რიგში და როგორც კი რომელიმე წმინდა მამის ან დიდი თანამედროვე მოაზროვნის გადაგებას წავიკითხავ, ყველაფერს ჩემ თავზე ვიღებ. იმას კი არ ვამბობ, რა ახლა მე გავალ რომელიმე ტელევიზიაში და ვილაპარაკებ, ან ამბიონზე დავდგები ნარიყალაზე და აი ყველა შკვას ვასწავლი. არა, მე ყველაფერს ვიღებ ჩემ თავზე ჯერ მე უნდა განვიკურნო, ჩემ თვალში უნდა ამოვიღო დირე და მე ბეწვი უნდა დავინახო თქვენ თვალში, მაგრამ ჩვენ ხანდახან საკუთარ თავში ფარისევლები ვით, არ წარმოვიდგინე შაბათს ქრისტე კურნავს ადამიანს და მიცივდებიან ფარისევლები და არ შეიძლება რასეუბნება მაცხოვარი რომ შაბათი შეიქმნა კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის. ასე აი ახლა თითქოს ხო, აი როგორ ეს რა გინდა და ნუ მოკლედ არ მინდა დაძაბული იყოს ჩვენი საუბარი. მე კიდევ ერთხელ მინდა რომ იმ ადამიანებს დიდი სიყვარულით ციტფოთი ვთხოვო რომ კატეხიზაცია ჩემო ძირფასებო, კითხეთ მოძღვრებს, როგორ მოვიქცეთ, როგორ ვილოცოთ, რა ვითხოვოთ, რა არის მთავარი, ვინ არის მაცხოვარი, ვინ არის ბერი გაბრიელი, ვინ არის წმინდა ნიკოლოზი და ამ ყველაფერში რომ გავერკვევით, დავლაგდებით ხალხო, დამშვიდდებით და ასეთი დასაცინები მე უკვე აღარ ვიქნებით მე მგონი არავისგან. ეს რო ყოფილიყო 90-იანი წლები არ გამეკვირდებოდა არაფერი, მაგრამ 21 საუკუნეა ხალხო ჩვენ ზოგს გონია უკვე რომ გაბწყინებულები ვართ უკვე 60-ში ვართ და ყველაფერი კარგად არის და ამ დროს აღმოჩნდა რომ ჩვენ 0 კლასის განათლებაც არ ქონია თურმე და როგორც კი მოძღვარი იტყვის რომ ესე არ შეიძლება, აუ შენ რას ლაპარაკობ, რას ქვია არ შეიძლება და ასე შემდეგ და ჩვენ მოძღვრებმაც სასურველია ცოტა თავდაბლური საუბარი ვისწავლოთ და სიყვარულით ვესაუბროთ საზოგადოებას და არა ბრტყელი თქვათ როგორც ფარისევლებს და წიგნოვრებს ჰქონდა და ამიტომ არიღებს ხალხი ჩვენგან ქადაგებას, იმიტომ რომ ამას ჩვენ გულით კი არ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი განათლება და ომტკიცო და ეშერა ბნელი ხარ, რა კეფცახური ხარ, რა მწვალებელი ხარ და რეგვენი ხარ და ასე ქადაგებდა პავლე მოციქული, ასე ქადაგებდა პეტრე მოციქული, ასე ქადაგებდა გაბრიელ ბერი თქვა და ან რომელიმე ამხრა სიყვარული ქონდა ბერ გაბრიელს თქვა. ორივეს ყველთავარსაც და არქიმანდრიტაც ხო? რატო უყვართ კათოლიკოს პატრიარქი ყველას? იმიტომ რომ თავდაბალია, იმიტომ რომ მოსიყვარულია, არავის შეურაცხყოფას არ აყენებს, ელაპარაკება ყველას მშვიდად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ავიცი, დილამდე შეიძლება ჩვენ ამ თემაზე გიორგი ვისაუბროთ და თავარია ცოდნა ჩემო ძვირფასებო და ჩვენი რწმენის რესტავრირება.
რომ ჩვენი რწმენა უნდა იყოს ცოცხალი, ჭეშმარიტი და არა ბრმა და რაღაც კეფთაყვანისმცემლობა მართლა, აი არ ვიცი რას ვაკეთებ, ეს ხომ მაგია არ არის. რაღაცას რო ვაკეთებ ქრისტიანი ხომ და იცოდე რას აკეთებ და თუ არ იცი რაღაც სიტყვების ბუტბუტი ხო არ უნდა იყოს ან ხელების ქნევა თქვა აი დავჯექი ავდექი მივიხარ უნდა ვიცოდე რომ აი ამ ყველაფერს რა მოყვება რას ნიშნავს როგორ არის საჭირო დამეშვის დაადგინა ღმერთმა მღვდელმთავარი ეპისკოპოსი დაადგინა მღვდელი დიაკონი და კითხოთ ჩემო ძირფასებო და მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება მამაო, რატომ არის ხოლმე აი ისეთი დამოკიდებულება და აი მოძღვრებს შორის, მოძღვარს და თავისუფლ შვილს შორის, რომ აი როგორი მომენტია, იცით მამაო, თუ შეეშლება იმას, რაღაცას იყვავი და სხვა ახსნები მიდის, რა შენ მე უნდა გაცხონო შენ როგორ იქცევი, შენ ეს დაგავალე რაღაცა და აი სხვა მომენტები მიდის, ვიდრე აი რაღაცა რომ აი თითქოს უზიან ხოლმე ხანდახან ზოგიერთ ყველაზე არ მაქვს მაპატიეთ ეხა საუბარი რა აი შენ რას აზიარებელი ხარ ეს ეუნება და თვითონ ამ დროს თავისთავად შეხედოს ამას სხვას არ ეტყვის რა თქმა უნდა ხო ეხა მაგას როგორ ეტყვის სხვას მაგრამ ესე იგი არ უყურებს ხო თავისთავად იმას და ეს მომენტი რატო არის ხოლმე მამაო რომ აი ელოდებია რომ იმას შეეშალოს რომ შეიძლება უცბად სტატუს გამოაგდებენ უცბად რაღაცას დაწერენ რაღაცა და მე თვითონ რომ რაღაცა პრობლემა ეძლევათ რაღაცაც დავის სახეს იღები და ყველა იცავს ამათ ხო და ის მომენტები რატო არის ხოლმე მამაო რომ აი სულ რაღაცა დატუქსვაზე არიან რომ აი თუ გაეპა რაღაცა ეხა სიტყვაზე იქ შეიძლება წავიდეს და ამის გულისთვის შეიძლება ცემონ ხომ თქვენ ხო აუხსენით სიტყვაზე ნორმალურად რაღაცა ამათ აი ეს მომენტი არა აქვთ მამაო და პირიქით აი სულ ბარემღამ აი ჩაყევით საფლავში და რეებს წერდნენ მამაო ისეთ რაღაცებს წერდნენ რომ მე შემეშინდა რა მართლა რა აი რა უნდა ქნას ან ეს როგორ უნდა დალეგულიდეს იმიტომ რომ სახარებაში ყველა კითხვაზე არის გიორგი პასუხი და მაცხოვარი თავის მაცხოვნებელ მოღვაწეობას იწყებს მხილებით ძველი აღთქმის მღვდელმთავრების ძველი აღთქმის ფარისეულ წინოგრების და რას ეუბნება 33 თავში მათ ეს სახარებაში რომ მოსეს ტახტზეო დააჯნეთ წიგნობრები და ფარისეულებიო აი წარმოვიდგეთ საინტერესო რამეა რომ ესე იგი მოსე ასეთი არ იყო და თქვენ რატო ხარ ასეთებიო თქვა ასევე შეიძლება გითხრას ჩვენ თანამედროვე მღვდლებს რომ ქრისტეს ტახტზე ზიხართ ფარისეულები და წიგნობრები რომ ასეთი არ იყო ქრისტე ასეთი არ იყო პავლე ასეთი არ იყო პეტრე და თქვენ რატო ხართ ასეთები აი ეს უკვე პრობლემა არის ჩვენში როგორც გითხარით მე არ ვიცი თქვენ რომელ მოძღვრებზე ისაუბრებთ მე ესეთ მოძღვრები ბოდიშ გიხდით მამო აი ვიტყვი თუ შეიძლება ისეთი ისა რო ქვია უფრო რო გავშალო თემა 5 წუთი დაგვრჩა სამწუხარო და მამო თვითონაც ეშინიათ სულიერშვილებს აი რო უთხრა მეჩხუბება რაღაცა და აი ძალიან შეიძლება ისეთ ადგილას გაეპაროს და ზოგიერთს მაგალითად აღსარებას მე ვიცნობ ისეთ ადამიანებს რომ აღსარებას ვერ ეუნებიან ეში აუ ეხლა ერთი თვე არ ყოფილა და რომ მივალ მცემს მეჩხუბება ხო არის ეგეთი მომენტი ხო არ ვიცი ეხლა იმათი გაუნათლებლობის ბრალია თუ რისი ბრალია მაგრამ აი რატომ ხდება მამო სამცხაურთ 4 წუთი და მაგი ამან გამოიწვია მამაო ის რომ აი სიტყვაზე აი მე ერთ ძახილზე 700,000 კაცი ჩავიდა და ასე შემდეგ იმიტომ რომ რაღაცა ის ვერ არიგებს, იმიტომ აი შინი რაღაცა რომ კითხო სიტყვა ზიარების წინა ლოცვა რაღაცა სადღაც შემეშალა ან ვერ წავიკითხე, მოკლე წავიკითხე, რაღაც შეიძლება იმ მოძღვარმა იქ ისე იმას აქნას აქვია, ეჭხუბოს და განკითხოს რომ საერთოდ აზრი აღარ გქონდეს არაფერს მის ხორებაში. ესეთ თუ შეიძლება 4 წუთია და აი მას თუ აუხსნით, ბოდიში ხდით რა. ისეთი საკითხი წამოჭერე გიორგი, ამას თალკი გადაცემა შეიძლება რომ მიეძვნოს. მე მაგალითად როცა დავინტერესდი რელიგიით 90-იან წლებში, სამწუხაროდ ცოტა გამიჭირდა მოძღვრებთან ურთიერთობა, მაშინ ძალიან ძიმე მდგომარეობა იყო შედარებით და მე ვფიქრე ერთმა კარგმა მოძღვარმა მომსარჩევა რომ წადი და შენ გახდი მოძღვარი ესეთი მოძღვარი იყავი როგორც შენ გინდოდა რომ ყოლოდა ყოველწლიურად ვცდილობ რომ ესეთი მოძღვარი ვიყო რომ იმას ჩემი არ ეშინოდეს რაღაცას რომ შემეკითხებიან და ამაჯერებელი პასუხი უთხრა ადამიანი რომელიც დიდი ხანი არ ყოფილა ეკლესიაში შუბლიკი არ შეუკრა ჩავიხუტო უძღებიშვილივით და ასე შემდეგ კიდევ ვიმეორებ რომ ჩვენ მოძღვრება უნდა მივბაძოთ მოციქულების წმინდა მამებს ძალიან ბევრი მაგალითებია და პატარა მაგალითს გეტყვით რომ ყველა დიდ მამასთან როცა მიდიოდა ცოდვილი და ეტყოდა რომ მამაო მე თქვათ ვიმრუშე მოვიპარე არავუშავრა შვილო ასეთი ვიყავი მეც ადრე მაგრამ განვიწმინდე და მოდი შენს დაგეხმარები განწმენდაში ვინ არის მოძღვარი ხალხო ქურუმი გურუ
თუ თვითონაც სოდვილია, ხო? წარმოვიდგინეთ ახლა რომ უფალს დაედგინა ანგელოზები მოზღვრება. წარმოვიდგინეთ ანგელოზს რო ეტყოდი აღსარებას, ვერ გაიგებს ვერაფერ და შეიძლება ცეცხლი დაგწვას. ამიტომ დაადგინა სოდვილი ადამიანი ღმერთმა მოზღვრათ რომ სოდვილს ესმის სოდვილის. და იმ მოზღვრმა უნდა იცოდეს და იცის კიდეც ალბათ რომ თვითონაც სოდვილია, თვითონ თუ გამოსწორდა, დაეხმარეს სხვასაც გამოსწორებაში. როგორ უნდა დაეხმარო, როგორც გითხარით რომ ასწავლე და მერე შერისხე, როგორც პავლე ეუბნება ტიმოთეს. თავდაბლობით, სიყვარულით, პირადი მაგალითით, ჩახუტებით, მოზღვრის ხელი უნდა იყოს მსუბუქი. ამბობენ წმინდა მამებს, რას ნიშნავს, რომ უნდა იყოს მიმტევებელი, უნდა იყოს მასწავლებელი უნდა იყოს, აი როგორც მასხოვარს ყავს კრავი აყვანილი ხელში, ესეთი ხატი არსებობს, აი ესე უნდა აიყვანო ეს ადამიანი. 99 ხანდახან შეიძლება დატოვო და ის ერთი ადამიანი, რომელიც არ მარხულობს, არ გიჯერებს, თამბაქოს ეწევა და 10 თენს წირვა ლოცვას, მთელი ყურადღება უნდა გაამახვილო იმ ერთ ადამიანზე, იმიტომ რომ ერთი ადამიანის გადარჩენა არის მთელი სამყაროს გადარჩენა. აი ვიცი, მე ასე ვფიქრობ, ასე მისწავლია წმინდა მამებისგან და კიდევ გთხოვთ შენდობას, ჩემო ძვირფასებო, ვინც თქვათ რაღაც გაურკვევლობაში და გაუგებრობაში ვარდით ისწავლეთ, ილოცეთ, როგორ უნდა იყოთ ქრისტიანები და როგორ უნდა ლოცულობდეთ, როგორ მარხულობდეთ და როგორ უნდა მოიპოვოთ სულის ხონება. უღრმესი მადლობა მამო, სადაც წამები დარჩა და აი ძალიან დიდი მადლობას მოგახსენებთ მამო მობრძანებისათვის და ესეთი კაი საუბრისათვის და მინდა აუცილებლად სოფლის მადლობა თქვენ გიორგი მოწვევისთვის. დიახ, დიდი მადლობა. ყველა მართლმადიდებელი მოიხსენიო და დიდი სიყვარული გადმოგცეთ და არა მართლმადიდებელიც, იმიტომ რომ თქვენ მომავალი მართლმადიდებლები გახდებით, გული მიგზნოს და მაგიტომაც წინასწარ ჩემო ძმებო და დებო ყველას და ნარიყალის მრევლი აუცილებლად მინდა მოვიკითხო გული და სულით. 19-ში არის ნათლისღება, ნათლისღების ტაძარში იქ შთაფლა ხდება ისეთი ლამაზი მამა გიორგი ქობალია არის ესეთი ძალიან კაი ადამიანი არის. იმაში ავჭალაში არის და ძალიან ლამაზი ტაძარი არის და თუ გნებავთ აუცილებლად მობრძანდით და ან ნებისმიერ ტაძარში მიბრძანით. მაგრამ ის ნათლისღების სახელობის არის ავჭალაში მდებარეობს, თუ იკითხავთ მონასტერი აუცილებლად მოაგნებთ და მე სულ იქ დავდივარ ხოლმე და რაღაცა ძალიან ლამაზ რიტუალებს ატარებენ, ძალიან ლამაზია იქაურობა და მადლობას მოგახსენებთ მამო, იქ და სამშაბათამდე დაგემშვიდობებით. სამშაბათ საღამოს 9-ის ნახევარზე დაგიბრუნდებით. კარგად ზანდებოდეთ დროებით.